დილა მშვიდობის ჩემო კარგებო, როგორ ხართ? როგორ გიგითხოთ? მე სტუმრები მყავდა. ჯერ სტუმრები მყავდა. აგერ არის ჭიქები. ჩემი იქეთებს ჭიქები. მარტო ეცი გაქვს. ხოდა? დედი, ერთი გაქვს მარტო ჭიქა. ხო, ვიცი. დარჩენი გასარეცხი მაქვს. ისი. გამიწედე და ხილად ხელი არ მოგიყოლიო, თორე მე დამიწყება ჩხუბს. არა, ამე ჩხუბები დაგიჯერო. შენ ყოველთვის მეჩხუბები მე. ცხვიში თითი. და არა მეკავება. მოკლედ. დედა გოგო. დედიკო, გეხვეწები კუთხში, ნუ დამყვები, თორე კინაღამ გაკაკე ეს ცხლის რა ქვია. ყვაბი. ხო. მეკავება ჩქვილი. ეს ბრინჯი და წიწიყურას თაფა არის. მე მიყვარს ბრინჯი ბუნათა. წუხელ გავაკეთე. კუშინ გავაკეთე. მოკლედ არ მახსოვს რა, მაგრამ კუშინ დევ დღეს არ გადავწდი. ადას და გეგას. გეგა წამიყვანია, იმიტომ რომ ველოდებოდი გოგოს და ამიტომ არ წამიყვანია. მაგრამ მარტო ამიტომაც არა, ხალხო სუნთქვა უჭირს და რა გავაკეთო აღარ ვიცი ცხვირიდან. წავუღებ ხა. მოდი. აი. და ჩემი პატარა. ხო, დაჭიქი, კეთილ მოდი. მაგით. შენი მანქანა და მე დღეს მოგიტანე. მანიკოს ფულის რომ მივცემ, შენ თავს პიცა ვარ გიყიდი იმას მოგიტან. რა მნიშვნელობა აგრამე. კი, დღეს მამა რომ მოვა და ანიკო ბებიას ფულის რომ მივცემ მერე. გამოვარტყმე. ვავქნაბა. მოგუშული ზის დგას სულ. ხო და ამიტომაც მოკლედ ეხა გაჩვენეთ მე თუ რატომ მყავდა გოგოები. ჭამედეს, კანი გამოიტანე? გადავას გამილო დაამტვიეთ, მაგიტომაც ჭირთ ის ეხა რომ ის დაგავსეგე. მე მოდი, მომიწევ. სულ შავები და მუხრანისები მაქვს აქ. ხო, კაი, მოვიტანდა გაჩვენოთ ეხა. ჩვენი ლიკა ფარცვანია, მე დაგირეკა ვერ წამს დამაცადე. ანდა დაიცად. მოკლედ, კი გადამავიწყდა ხალხო და კალმას გამომთავთორე და მავიწყდა. რატომ მიხურს ეს სახე რამჭის მეთქი და ეხა გამახსენდა რომ კანი. მოკლედ. მოკლედ, ჩემს ვიდეოშიც ყავთ ის გოგონაცნობი. სულ წინა ვიდეოში რესტორანში, ვისაც ესენი გქონდა რა, დასაცმელი მეორადად. ხო და მოვიპატიჟე ჩემთან, თან წამოიღე თქო და იმისგან ავიღე ესენი. ესეთია. უკან ელვაზეა. თლიანად. აი ესე. აი ესე. მგონი
აი ასე უნდა ამოვიდეს. კაი, მოდი არ გავაფუჭო, არ ვიცი წესით უნდა ამოვიდეს. მაგრამ მეშინი არ გავაფუჭო და მოდი იყოს ასთე. ხო, აი ეს ჩაცმულზე მომიხდა ძალიან მაღალწელიან შარლებთან ჩაიცმევს ადამიანი, მოკლედ მე. ესეც ზაფხულისთვის ტოპია. შორტებთან, მაღალწელიენთან, კარგია, ძალიან. ნახეთ. აი, ყოლეთ. აი ესეთია. ესეც ძალიან მომეწონა, კი არა და ყველაზე მეტად ეს მომეწონა. აი ესეა ზუსტად ის შავიც. აი ამას ნახეთ, შიგნით აქვს თავისი ლიფი, შეგიძლია რომ არც ჩაიცვათ, მაგრამ მე ამას ვერ ავავსებ. ასე რომ მე მაინც ვფიქრობ რომ სუსტად მსგავსი ფერის შევუხამო, აი ამ ფერის. არ მაქვს ამ ფერის, მაგრამ ვიყიდი. ხო და ჩვეულებრივად გავიზომე ლიფთან და ძალიან კაია. არც ჩანს რომ ის გაცვია უკან გამოჩნდება, მაგრამ ადამიანი ვერც იფიქრებს იმისი რომ იმიტომ რომ აი აქ ამ ფერისა იქნება. ძალიან მომეწონა ეს, მაგრამ გეტყვით ამაში რა არ მომეწონა. მაგრამ იმიტომ რომ შეიძლება მაგის გაკეთება, მაგიტომ მიყიდე ეს. აი ეს არ მომეწონა, ნახეთ, თითქოს და დაჭრილია, მაგრამ კერავს რომ მიუტან ჩვეულებრივად, აი ასე წესით უნდა გააკეთოს მკერავმა და ამას გავაკეთებინებ. ჩემიც მაქვს ესეთი გრძელი იყო და მოვაჭერი, თეთრი თუ გახსოვთ და ისიც უნდა გავაკეთებინო და ამასაც გავაკეთებინებ, იქ ჩავდებ. ეს სულ თავისი მარკითა. ესეც ისეა, უკან ელვაზეა. ეს ჩავიცვი, თითქმის ყველა ჩავიცვი. ისე არ მიყიდია, უნდა ელვას რაღაც თითქოს და ცხიმიანივით არისო უჭირს. დაზეთვახო არ უნდა მუხას ვეტყვი. ესეთია. ესეც ჩავიცვი და ძალიან მომიხდა, მაგიტო ვიყიდე. ეხლა რაც ყველაზე მეტად მომეწონა და რაც ყველაზე მეტად მიხარია, აი ეს არის. ასე ძალიან ჯერ არც ერთი არ მომხდენია მსგავსი კომბინეზონები, მე დიდად არ მიყვარს, რა ვიცი, მე მგონი კომბინეზონია ეგ. რა ვიცი, თქვენ მითხარით თუ არასწორად ვიძახი, მაგრამ მე მგონი კომბინეზონია. ქვია. აი ასეთია. ჯერ გეტყვით ხა ამაზე გაცინოთ. მე და ლიკამ დავხოცეთ ერთმანეთი. იმ სუსტმა გოგომ ჩემთან რო არის. მოკლედ მე კი დავიბარე ის გოგო ჩემთან, მაგრამ ლიკასაც დაუძახი იქნებ შენც რამე მოგეწონოს. თქო და აი ესეთია. აი უკან ესეთი. ეს შეგიძლია. აი აქ ტოპი მაქვს მე მსგავსი რაღაცა ესე. ტოპი ოღონდ არ მცმეა. იმასთან ერთად ჩაიცვა. თუ გინდა სხვა მაიკასთანაც ძალიან კაი იქნება, მაგრამ ტოპთან ძალიან ლამაზი იქნება. ვისაც ეს ძალიან ჩენელი ქონიანი არ არის და გვერდების გამოჩენა ერიდება, თუმცა ვიცი უკომპლექსო ადამიანები თუნდაც იყოს ეგრე, მე რა. თავარია შეიძლება უნდა გიყვარდეს როგორიც ხარ, ასე რომ ვცდილობ მეც შევიყვარო ჩემი თავი ისეთი როგორიც ვარ, ვცდილობ ხალხო. ძალიან ვცდილობ. თუმცა სხვათან არ ვამბობ არ მიყვარს მეთქი. მოკლედ, ეს მომეწონა ძალიან. ლიკამ ჩაიცვა ეს, ლიკასაც მოეწონა პირველი, ეგ აიღო ლიკა, მაგრამ რო ჩაიცვა, იმას ვერ მიხვდა, რომ ეს არის დასარეგულირებელი. მე არ მოთხარი. სული გამომდივარ, არ მოთხარი და ესო მე მოკლე მაქვს და შენო რა გექნებაო? მე რომ მოკლე მაქვს ისო. ხო და კაი მეთქი მაინც გამისინჯავთ, ხო და თან გოგოები ძახიან, გოგო იმას სულ არა თქვა მეთქი, მე ვიცი, მაგრამ არ თქვითქო. ხო და გოგო როგორ ვერ მივხვდიო იძახის მერე და მომეწონა, ეს არეგულირებს სიგრძეს. ხო და მე მაინც მოკლევი მიყვარს, ხო იცით? და ეს ძალიან მომიხდა, სქელია, რო იცმევ, ეს იმდენად არ გეტყობა. ხო და მოკლედ, აი მარტო ეს მიღიდა ამათ, ყველაფრად, მარტო ეს მომეწონა ძალიან მომეწონა. ესენი ყველა არის 50 ლარის, 5 ნივთია, 10 ლარი ღირდა ყველაფერი. მოკლედ, ამას ჩავდებ მარტო გადასაკეთებლებში. არა, იატაკზე არ დამიყარო რამე.
აქ იმდენი რამე მაქვს გადასაკეთებელი. ეს მქონდა ძალიან გრძელი არ იყო რა. აი გეტყვით ახლა სიგრძეს, აი აქამდე როა. აქამდე არ მიყვარს, ამიტომ ასეთ რაღაცებსაც რო ჭრის ადამიანი ნორმალური არ არის, რაც არ უნდა დაწეროთ ვიღებ ხალხო, მაგრამ აი ესეთია უკან. ეს მაჩუქეს. ეს არის ჩემი უსაყვარლესი ადამიანის პატარძლობის. აი ეგრე ჩახსნილია. იმ ადამიანმა მაჩუქა ეს მე. ლიაში ცხოვრობს ის ქალი. შელია, ჩემი მოგვარია, 100 წელი და მაჩუქა მოკლედ ეს ამას ხალათიც მოყვება და გრძელია ის ხალათი. ხო და მოკლედ ესეც უნდა გადავაკეთო. ეს გახსოვთ 27 ლალად კაბა ვიყიდე და გადავჭერი მეთქი, გადავჭერი მართლა კი არ გიხუმრეთ და მოგატყუეთ. როგორ იყო ეს? აი ასე არის. ნახეთ? აი ასე რო არის. ამაში ჯერ ჩაკვეხებული ვარ და უნდა დავიკლო. მაგიტომ მე ვერ გავიმეტე დასაბრუნებლად ეგ კაბა, გადავჭერი, იქ რა თქმა უნდა მოაკლდება, მე სიგრძე არ მიყვარს. აი ეს არა ჩემი სიგრძე. მე გრძელს მე არ ვიცმევ საერთოდ, არა ჩემი სტილი. არ ვიცი იქეთ ასაკში რო შევალო, ჩავიცმევ თუ არა, მაგრამ ჯერჯერობით ასე ვარ. ეს თანთან მაჩუქა. და ნახეთ როგორი ვიწროა. აი ძალიან ვიწროა, 34 ზომა იქნება და რახან აქ მე მგონი მონაკლებია თუ რაღაც. იმიტომ მაქვს ეს რო გრძელია, მე ან ბოლომდე გრძელი უნდა იყოს, ან ისეთი მოკლე მე როგორიც მაცვია ხოლმე და ესეც მინდა რომ მიუტანო და რამე გამიკეთონ რა მოკლედ. ჩაამატონ ან რამე, იმიტომ რომ აი ესე იქნება მაღალზე და ბოლომდეა გრძელი. ეხა არის ეს ჩემს ჩუსტებზე ადევს. აი ეს ძალიან მომწონს, ძალიან მიყვარს გრძელებიც. აი ამაზე გეუბნებოდით. გახსოვთ ეს მამი და შვილის სუფრაზე წასასვლელად ვიყიდე ბავშვი რო შეეძინათ და ხელი ქონდა ამას გრძელი და ეს მე მოვაჭერი, მაგრამ აი ასე მინდა. აი ასე. რახან ეს არის აი ასე. აი ესეც ასე მინდა. ეს უნდა გავაკეთებინო. და ეს მიხდება ძალიან. ეს არაფანიც არ მცმია, ჩემმა გოგო მაჩუქა ეს გამომიგზავნა და მოკლეზე გადავაკეთე, იმიტომ რომ ბოლომდე გრძელი არ მქონდა. ამიტომ მინდოდა რომ მოკლე ყოფილიყო და ესეც ქვემოთ მაქვს შემოსატეხი. მაგიტომ მინდებს აქ. ხო, აქ ეს შარვალი თურქეთში რო ვიყიდე, ხო გახსოვთ? აი ესეთი უკან. ძალიან ლანდავს, ძალიან. ხო და აი ესე არის. კარგად მაქვს ეგ. სიმართლე რო გითხრათ, ეს არის ზომა 36, მაგრამ კარგად მაქვს. ხო და ახლა რა არის? ქვემოთ მაქვს შემოსატეხი ძალიან გრძელი იყო. მე დავჭერი, სადღაც გვერდზე ჩახსნილი არის, აგერ. აი. ხო და ესეც შემოსატეხი მაქვს. და აქ მინდებს კიდე ესეთი რაღაც. ესეც შემოსატეხი მაქვს. ეს მომწონს ძალიან ყვითელი ფერი მიხდება მოკლედ და თან ლანდავს. ამას ამ ფერის უნდა შიგნით ჩასაცმელი. ხო და ფერებში მხოლოდ ტემუზე არის. მე აქ ყვითელი ფერის მინდოდა ვეძებდი და ვერსად ვერ ნახე ზუსტად ამ ფერის. ასე რომ ესეც შემოსატეხი მოკლედ. 3 ლარი ვიანგარიშოთ მხოლოდ შემოსატეხი რო არის. ესეც 6. ამაშიც არ ვიცი 9 იყოს. 12. ესეც შემოსატეხი, ესეც 18 და ამაში მეტს მომთხოვს როგორც ვიცი. და აი ესეც აი ასე. ამის გამო არის რომ ვიცი რომ მივიტან
მინდა რომ ერთბაშად გამიკეთოს და ერთბაშად მივცე მერე. ამიტომ ჯერ მაინც რომ აქ ზაფხულამდე. ხო და ისე მიდევს პარკში, არც მახსოვს ხოლმე მერე რა მაქვს. ასე რომ მოგლეთ ამაც ძალიან კვარყოფილი ვარ, ესე ძალიან მომწონს. ძალიან. გამრეცხა და მოგლეთ ეს იყო, მუხრაის არ ვეუბნები. მე გავახერხებ ჩემით ყველაფერს. თან ერთი თვე მაქვს ვადა. ამ თვეში არ მაქვს ხელფასი, მაგრამ იმ თვეში მექნება და მივცე. მოგლეთ. ერთხელ დამიწერა ვიღაცამ და იმედი მაქვს რომ მსგავსი კომენტარი არ ექნება. როგორ იყო? წვრილმანებზე ძალიან ცუდად მოიხსენია და ის სული ქიქექებიო ასეო ისეო და ჩემზე ნაკლები ადამიანები არ იქექებიან მეორადებში. და ეს არ ტეხავს. ასე რომ რა ვიცი. რამდენი ადამიანი ვიცი. აი ასე რომ გადასდით და მეორადებში ყიდულობენ. მარტო რატომ იკადრა ვერ გავიგე იმ ადამიანმა. ზუსტად, ზოგჯერ იცით როგორ არის? ზუსტად იგივეს რო აკეთებენ, ისეთები მოგმართავენ შენ. მაგნაირი სიტყვებით. აი როგორც იმან დღეს გამიგეთა, დღეს კი არა და მანამდე. მაშინაც მეორადები ვაჩვენ რაღაცეები. ხო, ეხლა მე წუხელ ღამე წავედი ანიკო დეიდასთან, გოგო რომ ყავდა დაბარებული, პირველად იყო ჩემს სახლში. წუხელ წავედი ანიკო დეიდასთან. დედა თუ ჩემი მაგამ სტარივით რაღაც კანი მძრებ. მოვიტანე კოკა-კოლა. კბილები მოვიტანე, 4 ნაჭერი ნამცხვარი მოვიტანე მედოქი. რამოდენი მინაირი კბილი მოვიტანე, გავჩვერიეთ ეხა. მოგე და ესენი მოვიტანე. ოღონდ ეს ცალკეთებში მქონდა და ეს ცალკე მედო. იმიტომ რომ ეს კი აქ გარედან ესე ჩანს, არ კრემავენ ალბათ გარეთ. აი ესენი მოვიტანე. ესენი მქონდა. მანდარინი, ბანანი მქონდა. ხილი მქონდა. всё, მეტი არაფერი არ მქონდა. რაც მქონდა სულებული ყავა. ისიც რამდენი გავედი. დამავიწყო და უნალექო ყავა და ლიკა მოვიდა ჩემთან. ხო და უნალექო ყავა არ მაქვს თქო და მაქვს, მაგრამ ეს სხვა ყავაა. ეს რო მაქვს. ხო და ეს ლიკას არ მოეწონა და ვიფიქრე ეს მაინც არ მოეწონება ხალხსაც, თქო და ის მქონდა. ლიკა მითხრა არ მოეწონება თუ მაგეთყილა არ გამოიტანო. წარია ძალიან ზედმეტად, არ ვიცი რატოა ესეთი. ხო და დამეზარა მესამედ გასვლა. დღეს პურზე და რაღაცაზე კიდე წავედი. ხო და ნალექიანი მოვუდუხე. თან მკითხე ლიკას. იმედია ნალექიანი უყვართ თქო. არ ყვარებიათ, მაგრამ მაინც ეხა როგორია, უარს ვერ იყო და ადამიანი დალია. ანუ უფრო მეტად რა თქმა უნდა უნალექოს მივიწვევ, მაგრამ დალია ეხა მეც ესე ვარ. არც ვიტყვი ხოლმე, სადმე რომ მივდივარ, ან არ ჭამ. ან და იმაზე რომ გამემართა, ხო მოგიყევით ხაშზე. გამოდითო ხაშზეო დაიძახა, იქ რა ქვია, ჯანდაბა. ხო მოგიყევით ეგ წყალტუბოში ოჯახში მუშაობდით ფიქრიასთან. ცერეცოზე რა. ხო და დაიძახა, გამოდით ხაშზეო და მე ხაში ვერ გავიგე და ქაში გავიგე. ხო და მოდი ქაში მომენატრა თქო და გავიდეთ მეთქი მაყვალას უთხარი. ნაკლია ჩემის დედას. დედაჩემმა არაო მე არ მინდაო და არ გავიდა არაფრით და რო გავედით ეხა. თქვენ გემოზეო, თქვენ როგორც გინდათო, ისე იმასქენითო დაისხითო და მივედი ქვაბთან. ჯერ გამიკვირდა აი ამ ხელა, ალუმინის დიდი ქვაბები რო არის. ბიჭოს ამდენი ქაში რათუნდოდა მეთქი. ჩავიხედე იმდენი ცხიმია ზემოთ, თლიანად კარაქში გააკეთა მეთქი, ეგეც ვიფიქრე და
მერე ჩავყავი. ჩამჩა ხო არის აი ესეთი. ჩავყავი და სულ წყალი, ანუ რძეში გოჭის ფეხები რო ეყარა. და რა ვქნა ეხა ვამბობ. არა და ადამიანს უხერხულში ვერ ჩავაყენებ, როგორ უთხრა რომ ხაში ვერ გავიგე და ქაში გავიგე, იმიტომ რომ მე თქვა უცებ დაიწყებდა ქაშის მზადებას, გოგოს ქაში მოუნდაო. ისეთი მაგარი ქალი იყო, ვაიმე რა კაი გოგო იყო მაგარი. ხო და სხვა გზა არა, მაგ ხრმათებში ერთი კოზი დავისხი ეგ რძე. მე ნივრიანი რაღაცა ქონდა გამზადებული. ეს უნდაო იქ უნდა ჩააღაროთო და მოურიო და შენს გემოზე დააყენო და სამივე შვილების სიცოცხლეს გეფიცებით ის ბოლომდე შევჭამე. მოხდანი რეკავს.